უნდა ვიპოვოთ ჯამბაზ მონსტრი ყინულის ქვეშ. მოდი გამოვიყვანოთ. არა, ეს რა არის? ეს ნამდვილი მონსტრია. გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და ჩემო საყვარელ გამომწერებო. ამჟამად ჩვენ ვართ გაყინულ უკაცრიელ ადგილას. ეს სუფთა ყინულია პირდაპირ ჩემს ფეხქვეშ. აქ ყოფნა ძალიან საშიშია. ნახეთ, რადგან ამ წუთას ჩვენ ვდგავართ სუფთა ყინულზე. აქედან წყალი გამოდის და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩავარდეთ. მაგრამ ჩვენ მაინც მოვედით აქ, რადგან ადგილობრივმა სოფლის მცხოვრებლებმა მითხრეს, რომ ნახეს მანიაკი, მკვლელი, ბიჭი, რომელიც ჯამბაზს გავს და ის ბავშვებზე ნადირობს. ეხლა ჩვენ აქ ვართ, რომ გამოვიძიოთ, ეს სიმართლეა თუ ტყუილი. შეგვიძლია ვიპოვოთ რამე საეჭვო და საშიში ამ მიტოვებულ გაყინულ ტბაზე. არც დიდი ხნის წინ წაგებულების კლუბში შევედი და ცოტა ხნის წინ ისინი სადღაც აქ ახლოს წავიდნენ, რომ მოეძებნათ ბიჭი, რომელიც ჯამბაზს გავდა. და სინამდვილეში ალექსის მეგობრებიც შეიძლება იმ მონსტრის, იმ კაცის მსხვერპლები იყვნენ. აქ ახლოს ბევრი ბავშვი ქრება, ასე რომ გთავჩემს ლითონის დეტექტორს და დავითხოვთ გამოძიება. თუ შევძლებთ ვიპოვოთ რამე, რაც მკვლელს, მანიაკს ან რაღაც მონსტრს უკავშირდება, რომელიც გავს ჯამბაზს? დიახ, ჯამბაზი. ხო, ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ სმენია, რომ ბევრი ადამიანი ჯამბაზების ეშინია. ეს რაღაც ჯამბაზოფობიას გავს. ანუ, როცა ჯამბაზობობის გეშინ, ჯამბაზების გეშინია. ამიტომ ბევრი მანიაკი და მკვლელი იყენებს ასეთიერსახეს, რომ ხალხი შეაშინოს. მაგალითად, შენი მეგობრები, რომლებიც შეიძლება გაუჩინარდნენ. ჰეი, მაგრამ სიგნალი მივიღე. პირადად მე არ მჯერა, რომ ალექსის მეგობრების ან ყველა ადგილობრივი მცხოვრების გაუჩინარება მონსტრ კლაუნს ან მკვლელს უკავშირდება. მაგრამ შეხედე იმ ადგილს, სადაც ჩემმა ლითონის დეტექტორმა სიგნალი აჩვენა. იქ გატეხილი ყინულის ნაჭრები ჩანს და ეს ცოტა უცნაურია. და ყინულის ქვეშ რაღაც წითელი ლაქები ჩანს. წითელი ლაქები? ხო, ბევრი წითელი ლაქაა, ცოტა შემაშინებელია. ჯერ კიდევ ვერ ხვდები რა არის ეს. რაღაც თეთრს ხედავ, რაღაც შავს და წითელ ლაქებს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს შეიძლება ჩვენი მინიშნება იყოს გამოძიებისთვის. მოდი ვნახოთ, მართალია ეს თუ არა. მოდი გავტეხოთ ყინული და ვნახოთ რა არის იქ. ხო, წყალი გამოდის ყინულიდან და იქნებ ახლა უფრო ნაცვლად დავინახოთ. კარგი, მოდი ვწადოთ ასე გავტეხოთ. კარგი, ეხლა ყინული გატეხილია და შეგვიძლია ვნახოთ, რა საიდუმლოებებია ყინულის ქვეშ. როგორ არის ეს ყველაფერი დაკავშირებული გიჟ-კლოუნ მკვლელთან და მართალია ეს თუ არა? ეს წითელი სისხლიანი ლაქა. ღმერთო ჩემო, ეს რაღაცას გავს. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ვაუ, ეს რაღაც სისხლიანი ლაქების ხელივით ჩანს, ან რაღაც მაგის მსგავსი. ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბა? მე ჩემს მეგობრებზე ნერვიულობ. რა მოხდება თუ ეს მათი ხელის ნიშანია? შეიძლება, არ ვიცი. მოდი ეს რაღაც გამოვიტანო. ნახე, იმ მხარეს სულ დაზიანებულია. მას ბევრი წითელი სისხლიანი ლაქა აქვს. ასე დაიჭირე. თითქოს ვიღაცა ცდილობდა გაქცევას, მაგრამ ვერ მოახერხა. მოგესალმებით დერიში. დერი? რა არის დერი? დერი არის ქალაქი, სადაც ჩემი კლუბი მდებარეობს და სადაც ეს შეშლილი ჯამბაზი ნახეს. ის რაღაცნაირად დაკავშირებულია ჯამბაზ მკვლელთან, მონსტր ჯამბაზთან. ის დერში ცხოვრობდა. დიახ. ასე რომ, სწორ ადგილას ვართ, ღმერთო ჩემო. და გინდა თქვა, რომ ეს მკვლელი სადმე ახლოს შეიძლება იყოს. ამბობენ, რომ ამ ჯამბაზს ძალიან ბასრი კბილები აქვს და ეს ნაწილი ასე მოიკვნიდა. ღმერთო ჩემო, ჯამბაზს ბასრი კბილები აქვს. როგორც ურჩხულს. ეს ჯამბაზი ადამიანი არ არის. ეს ურჩხულია. ეს არსებაა. არა. აქ დამიქირავეს ჯამბაზი მკვლელის, მანიაკის გამოძიებისთვის, მაგრამ შენ მელაპარაკები ურჩხულზე. დიახ, ეს არსება კლავს ადამიანებს. ეს მაინც დაუჯერებელია.
ჩემო მეგობარო, შენ ზღაპრებს ყვები. არ ვიცი ეს მართალია თუ არა, მაგრამ უცნაურად ჟღერს. ზღაპარივით ხო გესმის? ეს პირველი მინიშნებაა, რომ სწორ გზაზე ვართ. ხო, მართალი ხარ. ეს საშიშად გამოიყურება. ეს უცნაურად ჩანს, მაგრამ მაინც უნდა გავაგზავნოთ ჩვენი გამოძიება. დაგთხოვ, ალექს, დამშვიდი. ჩვენ კვლელს სანურჩხულს ვეძებთ. ჯერ კიდევ არ ვიცი. ასე რომ ბიჭებო, მაინც წავიდეთ. შეიძლება ჩვენ ვეძებთ იმ ურჩხულს, რომელზეც ალექსი ამბობს. ან შეიძლება სადღაც იყო მკვლელი, რაშიც პირადად მე მჯერა. ძალიან საშიშია აქ გაყინულ უკაცრიელ ადგილას დარჩენა, რადგან ძალიან ცივა. და მივიღეთ სიგნალი. ხო, მაგრამ დამანთავრებინე. აქ ძალიან ცივა და ამჟამად ტემპერატურა -35 გრადუსია. დაწერეთ, როგორი ამინდია თქვენს ქვეყანაში და საიდან უყურებთ ამ ვიდეოს. მონწერეთ. კი, უკვე ვეღარ ვგრძნობ ჩემს თითებს. ხო, აქ ძალიან ცივა. მოიცადე, იქ რაღაც შავს ხედავ, ასე რომ შეიძლება ეს ჩვენი მინიშნებაა, ან იქნება ეს უბრალოდ რაღაც უცნაურია. როგორც არ უნდა იყოს, წერაქვით შეგვიძლია გავარკვიოთ. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მინიშნება არ დავაზიანოთ, რადგან ეს შეიძლება მტკიცებულება იყოს. მთელი ის დრო, რაც აქ ვართ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვიღაცა გვიყურებს. ზუსტად იგივე შეგრძნება მაქვს. იმიტომ რომ ძალიან შემზარავ ტყეში ვართ. შენი მეგობრები აღარ არიან და ადგილობრივი სოფლის ცხოვრებლებიც აღარ ჩანა. ისინი უბრალოდ დაკარგულები არიან და მათზე ინფორმაცია არ არსებობს. და მხოლოდ ეს ნიუტები, რომლების ყინულის ქვეშ შეგვიძლია ვიპოვოთ, შეიძლება მიგვანიშნებდეს თუ როგორ არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული. აი წყალი. მოიცადე რა, მეგონა რომ რაღაც შავს ვეძებდით. აქ ნამდვილად რაღაც წითელია. რაღაც წითელი, რომელიც ძვალს გავს. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ მაინც გავაგრძელოთ. რაღაცას დავეჯახე. ეს ნამდვილად ძვალია. ან რაღაც სისხლისფრად წითელი. ეს თითია. მოდი და შეხედე. თითი. ხო, ნამდვილად, გაყინული თითი. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან შემზარავია. არ ვიცი, იქნებ თითი არც არის. არ ვიცი, უბრალოდ შეიძლება თითს გავს, ან რაღაცას. გონია რომ ამ ჯამბაზმა მკვრელმა ჩემი მეგობრის თითი მოაჯრა? არ ვიცი, მაგრამ ეს რადიო. ეს პატარა პორტატული რადიო. ეს კლუბის რადიო. ანუ თქვენ ასეთ რაღაცებს იყენებდით თქვენს კლუბში. დიახ, ამით უკავშირდებოდით ერთმანეთს. შეგვიძლია როგორმე გამოვიყენოთ ეს რომ გავიგოთ რა მოხდა აქ. იმიტომ რომ არ ვიცი რა არის ყინულის ქვეშ. მას ახსოვს ბოლო ზარი. მაშ, ჩართე ეგ რაღაც და მოусმინოთ ბოლო ჩანაწერს. Hey, ბიჭებო, საფრთხეთ, მგონი დავიკარგე. ის დაიკარგა. არ ვიცი ძმაო, აქ დავიკარგეთ. აქ საშინელია. ეს ჯამბაზია. ჯამბაზი. ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო, რაღაც ცუდი მოხდა სწორედ იმ ადგილას და შეიძლება ის რასაც იქ ყინულის ქვეშ ხედავთ, რაღაცი დაკავშირებულია ამ რადიოს მფლობელთან. ის დაკავშირებული იყო, მაგრამ აღარ არის. ეხლა ვიცით რომ ეს წეული არსება მართლა ბავშვებზე ნადირობს. არ ვიცი, მაგრამ ეს ჯამბაზია, მონსტრია, იდუმალი არსება. თუ უბრალოდ მკვლელია, ან ჩვეულებრივი მანიაკი, რომელიც ჯამბაზის ფორმაშია გამოწყობილი. სლავ, გარეთ ისეთ ცივა. უკვე თითებს ვეღარ ვგრძნობ. ნაკჭირს უბრალოდ ასე გააკეთე. დაუმჯობესია არ იყვირო, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე შეიძლება კიდევ იყოს რაღაც იდუმალი რამეები. და შეიძლება როგორც უკვე გითხარით, აქ ისევ იყოს მანიაკი, რომელიც გვიყურებს, ასე რომ გთხოვ ჩუმად იყავი ალექს. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გამოძიება, რომ გავიგოთ, ეს ყველაფერი მართალია თუ უბრალოდ რაღაც გამოგონილი ამბებია. არ ვიცი. ხო, ეს ადგილი მართლაც შემზარავად და უცნაურად გამოიყურება. უბრალოდ შეხედე იმ დღეს. და მინდა შეგახსენო, რომ სადღაც პირდაპირ ჩვენს ქვემოთ სუფთა ყინულია. კარგი, მივიღეთ სიგნალი. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოძიების დროს, თუ შენც ისეთი დეტექტივი ხარ, როგორიც მე ვარ, არის ერთი მნიშვნელოვანი რამის პოვნა, მკვლელობის იარაღი. თუ შეძლებ იარაღის პოვნას, შეგიძლია მთელი ისტორიის აღდგენა. მოდით ნახოთ. დიახ.
აქ არის გატეხილი ყინული. ეს შეიძლება ბრძოლის ნიშანი იყოს. ხო, რაღაცას ნამდვილად ვხედავთ იქ. მაგრამ ვერ ხვდები რა არის. ახაც დიდი, თითქოს წითელი ფერისა აქ. ეს უცნაურია. და რაღაც შავი ახლოსა. ანუ ორი რამეა. ნამდვილად ორი რამეა. მოდი ვცადოთ ყინულის გატეხვა, რომ დავასრულოთ გამოძიება. ხო, წყალი გამოდის. კარგია. ხო, კარგია. ხო, ეს ყინული უნდა მოვაშოროთ, რომ გავიგოთ, როგორ არის ყველაფერი დაკავშირებული. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ნახეთ. იქ რაღაცა. ეს გავს სახელურს წითელი სისხლიანი ლაქებით. ღმერთო ჩემო. ეს რა არის? ეს ხერხია, მაგრამ არაჩვეულებრივი. შეხედე ფორმას. ისეთი განსხვავებულია და უცნაური. შეიძლება ეს უბრალოდ სოფლის იარაღია. სოფლის მცხოვრებლების ხელსაწყო. მაგრამ შეხედე, ისეთი ჟანგიანია და უცნაური. გახსოვს ადრე გითხარი მკვლელის იარაღზე. თუ ამას მივაგენით, მთელ სურათს გავიგებთ. კარგი, ვნახოთ კიდევ რა აქვს აქ. მეორე რამ ეხება იმას, რომ ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად წითელი სისხლიანი ლაქებია და ეს უბრალოდ იარაღი არ არის, ხომ ასეა? ეს ნამდვილად მკვლელის იარაღს გავს. როგორც გეუბნები, იმ ადგილას არაფერია საიდუმლო. ეს ნამდვილი დანაშაულის ადგილია. ეს მკვლელია, არა მონსტრი. შეიძლება ამ ხერხი გამოიყენა, რომ ეს რამე მოეთრა. არა როგორც მონსტრმა, როგორც ადრე მითხარი. ეს უბრალოდ გიჟური მკვლელობაა, რომელსაც ტიპური მკვლელის იარაღი აქვს, ხომ ასეა? სრულიად დარწმუნებული არ ვარ. ეს მაჩეტე არ გავს მკვლელის იარაღს. ჩემს მეგობარს ზუსტად ასეთი ჰქონდა. ასე რომ შეიძლება ეს მონსტრის ჩანაფიქრია. ანუ გინდა თქვა, რომ შენო მეგობარმა ეს მაჩეტე მონსტრთან საბრძოლველად გამოიყენა. არა მკვლელმა გამოიყენა ეს იარაღი. მთელი კლუბი მონსტრის მოსაკლავად ნადირობდა. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ რა ხდება ამ შემთხვევაში ხერხთან დაკავშირებით? შეიძლება ჩემმა მეგობრებმა მონსტრისთვის ხისგან მახის გაკეთება მოინდომეს. ამის დასამტკიცებლად, ნახე, სისხლის ლაქები არ არის. ასე რომ შეიძლება შენი ვერსია მართალი იყოს, მაგრამ მაინც მე არ მჯერა მონსტრების, მე მაინც არ მჯერა არსებების, რადგან აქ ვარ მკვლელის გამოსაძიებლად, ადამიანების დაკარგამო, ის დაკარგვის გამო. როგორც არ უნდა იყოს, უნდა გავაგრძელოთ გამოძიება, რადგან ჯერ კიდევ ბევრი იდუმალი კითხვა არსებობს, მეგობრებო. აბა, რა არის ეს საიდუმლო მოვლენები, რომლებიც დერიში ხდება? არსებობს ეს ბოროტი მონსტრი ჯამბაზი, თუ უბრალოდ სულელი მკვლელი მანიაკია, რომელიც მონსტრად ასაღებს თავს. რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში, თუ მთელ ამბავს იცით, გთხოვთ მაცნობეთ და გულით აღნიშნავთ. მაშ წავედით. მაშ უნდა გავაგრძელოთ ყინულის აღმოჩენების პისცებნა, რადგან ეს ადგილი სულ უფრო და უფრო შემზარავი ხდება, ბიჭებო. აქ სუსტი სიგნალი მივიღეთ. ძალიან ძლიერი სიგნალია, სადღაც ახლახლოს. კარგი. მოდით ნახოთ. რა არის იქ? უცნაურია, მაგრამ რაღაც კვადრატის მსგავსი ჩანს. მოდი ავიღოთ წერაქვი, გავტეხოთ ყინული და ვნახოთ რა იმალება იქ. ცდილობ, რაც შეიძლება ზუსტი ვიყო. ცდილობ ძალიან ფრთხილად გამოვიღო ეს ნივთი, რადგან ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი კვალი იყოს ჩვენი გამოძიებისთვის. ყინული უფრო გამჭვირვალე გახდა, მაგრამ მაინც ვერ ვიგებ რა არის ეს. ბიჭებო, თუ გაქვთ რაიმე იდეა ან შემოთავაზება, თავისუფლად დაწერეთ. ვაუ, ბიჭებო, ეს iPhone-ია. iPhone? რუჯი. iPhone. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. ჩემს მეგობარს ზუსტად იგივე iPhone-ი აქვს. არა, ეს iPhone-ი ჩემი იქნება. ეს მე ვიპოვე. რა? ხო, რა თქმა უნდა, მე შევინახავ მას. ეს დაუჯერებელია. ნამდვილი iPhone-ი, რა ბზინვარია. სინამდვილეში მე მიყვარს iPhone-ები. შენ რა უფრო მოგწონს, Android-ი თუ iPhone-ი? რა აზრი გაქვს, მაცნობე? მაგრამ შეხედე, რა ელეგანტურია. შეიძლება რამე იყოს მასზე. ვიდეოები, ჩანაწერები.
კარგი, ვცადოთ ჩავრთოთ ეს. მაგრამ თუ ცარიელი იქნება iPhone-ს მე დავიტოვებ, კარგი? ჰეი, ნახე, ჩაირთო. მოდი ფოტოები შევამოწმოთ. ბატარეა თითქმის დაჯდა, ასე რომ ვიჩქაროთ. ბოლო ფოტო, რომელიც ასე გამოიყურება. რა ფიგურაა ეს? აი ეს არის. მოდი, სხვა ფოტოც შევამოწმოთ. ვაუ! ეს ადამიანი არ გავს. უფრო ჯამბას გავს, მაგრამ ძალიან ბასრი და დიდი კბილებით. ღმერთო ჩემო, ეს მართლა შეიძლება შენი მეგობრის iPhone-ი იყოს. მან ეს ფოტოები გადაიღო, სანამ რამე ცუდი მოხდებოდა. მოდით სხვა ფოტოც შევამოწმოთ. ღმერთო ჩემო, ეს ზუსტად ის მომენტია, თავდასხმამდე. რა საშიშია. ეს არსება ძალიან უცნაურად გამოიყურება. მოდი გავაგრძელოთ. არა, ბატარეა დაჯდა. არა, გარეთ ძალიან ცივა. ესე რომ ეს აღარ იმუშავებს. შეიძლება ჩემო მეგობარმა მხოლოდ ერთი თითი დაკარგა და ჯერ კიდევ ცოცხალია. მოდით გავაგრძელოთ ჩვენი გამოძიება და მეტი მინიშნება ვიპოვოთ. გავაგრძელოთ ასე. შეიძლება შევძლოთ მისი დატენვა. და ტელეფონი ჩემს მეგობარს დაუბრუნოთ, ხომ ასეა? შეიძლება. ეს ამბავი ჩემთვის უფრო და უფრო საეჭვო ხდება. დიახ, კიდევ ერთი რამ. აქედან კიდევ ერთი სიგნალი გამოდის. მოდით შევამოწმოთ. რაღაცას ხედავ. რაღაც არც ისე ღრმადა. შუაში ოქროსფერი ან ნარინჯისფერი ბრწყინვალება ჩანს. ცხალი უფრო მკაფიოდ ჩანს. უცნაურია. მეტი წყალი გამოდის, ასე რომ შეგვიძლია ვცადოთ ყინულის გატეხვა. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ეს რიტუალური ხანჯლის მსგავსია. რა დაარქვი ამას? ნიშნები. შეხედე ფერის ნიშნებს. ისინი ცოტა უცნაურად გამოიყურებიან, მაგრამ ამიხსენი, რას ნიშნავს ეს? ეს რაღაცა შეიძლება ჯადოსნური იყოს. რისთვის არის ეს რაღაცა? კლუბის მეგობრებმა ეს სპეციალური იარაღი შექმნეს, რომ არსება მოეკლათ. ესე იგი, ეს იარაღია იმ საიდუმლო ჯამბაზ მონსტრის წინააღმდეგ. თუ ასე გეშინია ამ საშინელი და საიდუმლო რაღაცების, შენთან დაიტოვე, კარგი? მაგრამ პირადად მე მაგას არ უჯერებ. უნდა გავაგრძელოთ გამოძიება. ეს უბრალოდ ქვას ან რაღაცას გავს. რატო ანათებს და ირხევა ეს რაღაც ჩემს ხელში? გონია რომ გძნობ ამას. რა გჭირს? რა ჯანდაბა? აქ ვკანკალებდი როგორც სულელი ძაღლი ან რაღაც მსგავსი. არ ვიცი, უბრალოდ წამით რაღაც უცნაური ვიგრძენი მგონი. აიღე ეს და წავიდეთ. გამოძიება უნდა გავაგრძელოთ. თავი მტკივა, ისე ძლიერად მცემე. ალექს, მიხედე შენ სულელურ კაშკაშაქვას და შენს თავსაც, კარგი? ხო. ეს რაღაცა ხმას გამოსცემს. დიახ. აქედან სიგნალს ვიღებ. მოიტანე ახლოს. მოიცადე. რაც უფრო ახლოს მიდიხარ, ის რაღაც უფრო ხმამაღალი ხდება. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან შემზარავია. რა არის სიგნალის წყარო? მოიცადე რა? რა იყო ეს? ღმერთო ჩემო, არ არსებობს. ეს ჯამბაზის თავია ძალიან ბასრი კბილებით. ღმერთო ჩემო. ეს რაღაცები რაღაცნაირად ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სლავ. კარგად ხარ? კი, უბრალოდ შეხედეთ ბიჭებო. ღმერთო ჩემო. ეს ნამდვილი მონსტრი ჯამბაზია, პირდაპირ ყინულის ქვეშაა და შეხედეთ რა საშინლად გამოიყურება. ეს მართლა Pennywise-ის ჯამბაზივითაა რეალურ ცხოვრებაში, ყინულის ქვეშ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია და ეხლა მთელი ამბავი მართალი ჩანს, მაგრამ რა არის ეს რამე? როგორც შენ უწოდე, ხანჯალი. შეიძლება ეს ჯადოქრის ნივთი მონსტრთან საბრძოლველად გამოიყენებოდა. უნდა გავტეხოთ ყინული და ვნახოთ რა არის იქ. მოდი გავაკეთოთ ეს. წყალი შემოდის და ეხლა Pennywise-ის ჯამბაზის სურათი უფრო მკაფიოდ ჩანს და ის კიდევ უფრო შემზარავი გახდა, ბიჭებო. მისი თვალები თითქოს პირდაპირ ჩემს სულში იღურება. ღმერთო ჩემო, მაგრამ გავაგრძელოთ. სიმართლის მომენტი, ბიჭებო. ყველაზე შემზარავი სიმართლის მომენტი. რა მოხდება შემდეგ? ფრთხილად იყავი პირთან. პირთან, რა თქმა უნდა.
ვაუ, ეს ყინულის ნაჭრები ესეთი სუფთა. ღმერთო ჩემო, მისი თვალები, მისი პირი ისეთი შემზარავია. ძალიან უცნაურად გამოიყურება. ღმერთო ჩემო. ვაუ! შენი მეგობრები, როგორ ჩანს დაამარცხეს ის. როგორ ჩანს, ამ იარაღს იყენებდნენ. ისინი კლოუნს ებრძოდნენ. და ეხლა ეს პენივაიზის ნარჩენებია. ხო, ეხლა პენივაიზი მკვდარია. ეს შეიძლება დასასრული არ იყოს. კლოუნი შეიძლება დაბრუნდეს. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გამოძიება. ბიჭებო, როგორც არ უნდა იყოს, თუ ამ ვიდეოზე ბევნახვას ავიღებთ, თხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას. შეიძლება რიპორტ კიდევ უფრო შემზარავი მტკიცებულებები ამ სულელ კლოუნზე ან სხვა მონსტრებზე. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. მაგრამ ეხლა? ჰეი, ალექს! აუ. გეყოფა, კარგი. ფრთხილად იყავი მაგ ჯადოსნურ ხანჯალთან, კარგი? მეგობრებო, მგონი უნდა დავტოვოთ ეს ადგილი, იმიტომ რომ ეს გრძნობა, ეს უცნაური შეგრძნება თითქოს ვიღაც გვიყურებს, ან ვიღაც ახლოსაა, არ გვტოვებს. მე მქვია სლავი, ეს არის ალექსი. მადლობა ყურებისთვის. მალე ისევ ვნახავთ. არ დაგავიცნოთ გამოწერა. წავედით, ალექს. მოდი. ხო, საშიში თვალებით. შეიძლება პირითაც, რომ შორიდან გახსნილი ჩანდეს. აი ესე, ჭანდაბა და ყველაფერი ვერტიკალურად, თითქოს iPhone-ით იყოს გადაღებული.